1960-იანი წლებიდან 1990-იანი წლების ჩათვლით უცხოპლანეტელები ამერიკული კულტურის ნაწილი გახდნენ. გამოჩნდნენ პირები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ისინი უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს და მათზე ექსპერიმენტები ჩაატარეს. ამერიკის ოფიციალური უწყებების მიერ 1950-იან წლებში პროექტი ლურჯი წიგნი დაარსდა, რაც რეალური მოვლენებით იყო შთაგონებული. ამ პროექტის სამსახურში მყოფი პერსონალი მიმართული იყო უცხოპლანეტელების ზებნაზე. ამ ყოვლად გასაიდუმლოებული საქმიანობის განმავლობაში ადამიანებმა შავებში ასობით საქმე აღწერეს. თუმცა არც CIA-ს და არც რომელიმე სხვა უწყებას ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანდაზმულობის მიუხედავად დღემდე დეტალურად არაფერი გაუმხელიათ უცხოპლანეტელთა საკითხის შესახებ. ლურჯი წიგნის მსგავსი პროექტი არაერთი იყო და არის დღემდე, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ყოფილ საბჭოთა კავშირსა და სხვა სახელმწიფოებში. რა ხდება დღეს? 2017 წლიდან კი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ოფიციალურ დონეზე გამოქვეყნებისა და აღწერის საჯარო აქტივობის ბუმი იწყება. განსაკუთრებული აღფრთოვანება კი პენტაგონის მიერ გადაღებულმა და გავრცელებულმა ვიდეო მტკიცებულებებმა გამოიწვიეს. 2017 წელს The New York Times-მა გასადუმლოებული პროექტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პროგრამა 2007-დან 2012 წლამდე მიმდინარეობდა და ის $22 მილიონი იყო დაფინანსებული. მედიის ინფორმაციით, ეს UFO-სთან იყო დაკავშირებული. ამის შემდეგ პენტაგონის მიერ მოპოვებულმა კადრებმა გაჟონა, რომელშიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ჩანდა. 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის მარტამდე New York Times-ის და To the Stars Academy of Sciences მიერ გამოქვეყნდა 3 სხვადასხვა ვიდეო, რომლებიც სხვადასხვა წელსაა გადაღებული ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების მიერ და რომლებზეც ამოუცნობი მფრინავი ობიექტებია ასახული. პირველ ვიდეოს, რომელიც 2004 წელს გადაიღეს, Gimbal Footage UFO ჰქვია. მასზე ასახულია ამოუცნობი მფრინავი ობიექტი AMO, რომელიც სან-დიეგოში დაფიქსირდა. ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა სამივე ვიდეოს ავთენტურობა უკვე აღიარეს. მას შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ამოუცნობი აეროფენომენი უწოდა UAP Unidentified Aerial Phenomenon. მეორე და მესამე ვიდეო კი ორივე 2015 წელს არის გადაღებული. ამ წელს გადაღებულ ვიდეოს Flirt 1 UFO ჰქვია და თან ახლავს ამერიკელი პილოტების საუბარი, რომლებიც ცდილობენ ერთმანეთთან კომუნიკაციისას გაარკვიონ თუ კონკრეტულად რას უყურებენ. ამ ბომბდამშენში ხომადების ერთ-ერთი სამხედრო პილოტი დევიდ ფრეივორი მედიასთან ღია საუბარში ამბობს: ეს იყო თეთრი ობიექტი, მოგრძო ფორმის, ჩრდილოეთისაკენ დახრილად მოძრავი. მიუახლოვდი თუ არა მას, დაუყოვნებლივ მოუმატა სიჩქარეს და წავიდა სამხრეთისკენ.